საქართველოს ხელისუფლების კრიტიკამ ევროპარლამენტში რეზოლუციის სახე მიიღო და კენჭისყრაზეც გავიდა. 55 ხმით 14-ის წინააღმდეგ საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც 2023-24 წლებში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. ტექსტის ავტორები თვლიან, რომ 10 წლეულების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მიტაცებულია. შესაბამისად ისმის მოწოდება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. ვიდრე ეს არ მოხდება, დოკუმენტის მხარდამჭერები უცვლელს ტოვებენ საქართველოს პარლამენტისა და მის მიერ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკას. სამწუხაროა, რომ ყოველწლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის არა პროგრესი, არამედ უზარმაზარი გადახვევა დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერიდან სასტიკ ავტოკრატიამდე. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა შიგნიდან ხელში ჩაიგდო პრორუსული მთავრობით ერთი გასროლის გარეშე. გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება დაბლოკოს ევროკავშირი, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე თავდასხმები. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტების, რომელსაც ამ ანგარიშში შეხვდებით. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას. ტექსტი, რომელიც ბრიუსელში მიიღეს, რამდენიმე საკვანძო საკითხს ეხმიანება. ერთ-ერთი ქვეთავის მიხედვით ოპონენტებზე, ჟურნალისტებზე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმებით და რეპრესიული კანონით, საქართველოს მთავრობა რისკს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, რომ კოორდინირებული სანქციები დააკისრონ ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც დემოკრატიას უთხრიან ძირს. აქ კი ბიძინა ივანიშვილის როლს ცალკე თავი ეთმობა. ამ პუნქტს არიზიარებს პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი ჰანს ნიუჰოფი, რომელმაც რეზოლუციის ავტორს რასა იუნკევიჩიანეს სხვა თავებიც დაუწუნა. სურს წარმოგიდგინოთ უმცირესობის პოზიცია ევროპის სუვერენული ქვეყნების ჯგუფიდან. ჩვენ ვეწინააღმდეგებით რეზოლუციის მეხუთე პუნქტს, რომელიც ითხოვს პერსონალურ სანქციებს წინასწარი სამართლებრივი პროცედურების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს, ისევე როგორც ინდივიდუალურ უფლებებს. ასევე მოწოდება ეს სანქციები გავრცელდეს ოჯახის წევრებზე წარმოადგენს კოლექტიურ დასჯას, რაც ევროკავშირის სტანდარტებსა და საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. უარყოფთ აგრეთვე რეზოლუციის პროექტის მერვე პუნქტსაც, სადაც საუბარია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების არაღიარებაზე და მისაღები პოლიტიკური ფიგურის სამხრივად დანიშვნაზე. ეს სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის აშკარად დარღვევას წარმოადგენს, რაც გაეროს წესდებითაა გათვალისწინებული. უარყოფთ აგრეთვე მეათე პუნქტსაც, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის ერთსულოვნების პრინციპის მოთხოვნის გვერდისავლას საგარეო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას. ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამ ტექსტს, რომელიც მიკერძოებულობის მაგალითთან ერთად წარმოადგენს სამართლებრივად და ინსტიტუციურად მიუღებელ დოკუმენტს. ჰანს ნიუჰოფისთვის მიუღებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიულ კურსს უნდა დაუბრუნდეს. ქართული ოცნება კი ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამ მხრივ ნახსენებია მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები და შესაძლებლობა ოპოზიციისთვის. ასახოს ქართველი ხალხის ერთობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ირგვლივ. ქართულ ხალხსა და ბრიუსელში მყოფ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემაც მიმართა. მინდა მივესალმო ქართველი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რომლებიც სხდომას ესწრებიან. ძვირფასო სტუმრებო, ნებამომეცით გითხრათ, რომ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა აჩვენეს გამორჩეული სიმამაცე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ევროპული მომავლის დაცვის მშვიდობიან ძალისხმევაში. თქვენი აქ ყოფნა საგარეო კომიტეტზე ძლიერი გზავნილია, რომ ქართველი ხალხი ერთგული რჩება ევროპული ღირებულებებისა და თქვენ არ ხართ მარტო. არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა ბრიუსელში ბოლო 2 დღეა უსმენენ საზოგადოების სხვა წევრებსაც. საგარეო კომიტეტის გარდა ამ მხრივ გამორჩეული იყო ადამიანის უფლება და ქვეკომიტეტიც, სადაც ჟურნალისტებმა, მწერლებმა და დაკავებულთა ოჯახის წევრებმა საკუთარი სათქმელი თქვეს და მოითხოვეს გათავისუფლდნენ პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირები. ჰეგელის სიტყვებით, ისტორია წარსულის წინასწარმეტყველებაც არის და ჩვენთვის, რუსეთისგან გათავისუფლებული და დღემდე მასთან მებრძოლი ხალხისთვის, ისტორია საშიშ გაკვეთილად და რეალობად არის ქცეული. მას შემდეგ, რაც ოლიგარქ ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ, ეგრეთ წოდებული რუსული, ანუ აგენტების კანონი მიიღო, 30-იანი წლების ტერორის ტრავმა მთელი სიცხადით აღდგა ჩვენს სინამდვილეში.
ბევრი ქართველი ხელოვანი, პოლიტიკოსი, მეცნიერი თუ მოქალაქე ხომ სწორედ ამ ბრალდებით იქნა გადასახლებული ან ფიზიკურად განადგურებული სტალინის დროს, რომ ისინი ვითომ და უცხოეთის აგენტები იყვნენ. ევროპა, აჩვენე შენი ძალა, რითაც შენს იდეალებს დაიცავ. პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა დაისაჯოს ყველა მისი სატელიტი ჩემს ქვეყანაში, რომელიც ევროპას აშორებს საქართველოს. ევროპის ზურგი უნდა ამაგრებდეს ჩვენს ბრძოლას. საქართველო არასდროს იქნება რუსული სამყაროს ნაწილი, რადგან მჯერა არც პუტინისტურ რუსულ სამყაროს უწერია დიდი დღე და ამ ბრძოლაში ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ. ევროპარლამენტში მოითხოვენ როგორც საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების, ისე ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვას საქართველოსთან მიმართებით. დარბაზში მყოფთა უმრავლესობამ რასა იუნკევიჩიანეს მიერ მომზადებულ ტექსტს ნდობა გამოუცხადა. საბოლოოდ კი მას კენს უკვე სტრასბურგში პლენარულ სესიაზე უყრიან.